12 საათისთვის. დაახლოებით 27% არის აქტივობა დაფიქსირებული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება ეგრეთ წოდებული კარუსელების. ეს ხდება როგორც ქალაქში, ისე სოფლად. არის ფაქტები, როდესაც სოფლიდან ჩამოყვანილი ადამიანები აძლევენ ქალაქში. ხმას აიხლა ცენტრშიც აქ თქვენთან შეხვედრამდე წამოსვლის წინ უნივერსიტეტის საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კარუსელის ფაქტი, რომელზეც რეაგირება არის უკვე მოხდენილი. ჩართული არის EUTHOS ჯგუფი აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე ფიქსირდება კარუსელები სოფელ ნიქოში დაფიქსირებულია. ასევე არის გაყალბების მცდელობები და ატენის 97 უბანზე რეგისტრატორი იქნა მოხსნილი ჩვენი წარმომადგენლის მიერ, რომელმაც დააფიქსირა, რომ რეგისტრატორმა მოაწერა ხელი ისეთ ამორჩეველზე, რომელიც არ იყო მისული და როცა მივიდა უკვე ხელი მოწერილი დახვდა. და აი ესეთი ფაქტები არის საკმაოდ ბევრი. ამავე დროს არის თანხის გადაცემის ფაქტები ვიდეო კადრებზე აღნუსხული. ანუ ეს კადრებიც გაგვაჩნია და მთლიანობაში ხა ჯერჯერობით შუა დღე არის და მეტნაკლებად უფრო ინფორმაცია 6 საათისთვის უფრო გვექნება, მაგრამ ეხლაც უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ აირჩია გაყალბების გზა. ჩვენი წარმომადგენელი დამკვირვებელი ჯანმრთელობის სამყაროს დამკვირვებელი 91 უბანზე იქნა გამოძევებული იმის გამო, რომ მან აღმოაჩინა სერიოზული დარღვევები, კერძოდ ბიულეტინებზე, 7 ბიულეტინზე წინასწარ იყო მოხაზული 5 ნომარი. ეს არის 91 უბანი ტირძნისის. შეგიძლიათ განახოთ? რაზე სანახავთ? რო განახოთ? აი 5 ნომერი. უბრალოდ 5 ნომერი, სხვა არა. რა არ მოსაწვაი. არა, ეგ არა, 5 ნომრის ის რო განახოთ. ვინ მოგიტანათ ხალბატონო? ნუ არ ვიცი, ვინც არის კოორდინატორი კაცო. გადაიგეთ თუმცა. კი ბატონო, გადაიგეთ. არის თუ არა მარკირებული? ჩემთანაც გადაიღეთ, არის თუ არა მარკირება? არის? და ორ ადამიანს არ დაუფიქსირდა მარკირება, მაშინ როდესაც გავლილებ და რატო ხდება ეს ასე? ეს როდის გაიგეთა მარკირება თუ შეიძლება? ამ წუთში. 2 საათს მერე რატო ხდება? კომისიის თავმჯდომარეს მიმართავ, უკაცრავად. მარკირების კომისიის თავმჯდომარეს მიმართავ. ამ აკრედიტებულ ჟურნალისტებს ამოეწურათ 10 წუთში. ძალიან გქონთ მიიღეთ შესაბამისი ზომები. ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად შემთხვევით შემოვედი უბანზე, ამის უფლება მე მაქვს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელს. და აღმოჩნდა, რომ უბანზე იმყოფებოდა ერთი ამორჩეველი, რომელმაც თქვა, რომ მისვლისთანავე, როგორც კი მივიდა რეგისტრატორთან, აღმოაჩინა, რომ თავისი გვარისა და სახელის გასწვრივ უკვე ხელმოწერა იყო. ну რა თქმა უნდა ძალიან იყო ეს ამორჩეველი გულმოსული და გაბრაზებული, მას საჩივარი უკვე დაწერილი ჰქონდა, რომლის მიღებაზე ცოტა პრობლემა იყო. მაგრამ მივაღებინეთ ასე ვთქვათ ეს საჩივარი და ამის შემდეგ საჩივარი ჩვენც რა თქმა უნდა გავაგებთ. რაც შეეხება მარკირებას, სრულიად შემთხვევით გამიჩნდა სურვილი, რომ მე გადამემოწმებინა ესეთი მოარული ჭორი რო დადის, რომ თითქოს ისეთი სითხეა, რომ მარკირება კეთდება, მაგრამ მე მალე ქრება თითიდან და მართლაც აღმოჩნდა, რომ 1 საათის წინ მაქვს ხმა მიცემული პირველ სკოლაში. აი გადამოწმებაც კი შეიძლება იმ დროისა, მაშინდელი როცა მე ვიყავი უბანზე და ხმა მივეცი და აი ეხლა ალბათ 1 საათი გავიდა და მე მეუბნება აქ ნაკადის მარეგულირებელი, რომ მარკირება არ მაქვს გაკეთებული, ანუ მე დღეს უბანზე აყოფილვა როგორც სითხე, არ ვიცი, რა სითხეა, ვერ გავიგე. ხალბატონო, ეს ფაქტი რის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი კარუსელისთვის იყოს გამოყენებული? ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ბუნებრივია კი არა, უკვე დაბეჭდებით შემიძლია თქვა, რომ ეს ყველაფერი გამოყენებულია იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბდეს. რა შეიძლება? კაცრავთ, რა სიებს ადგენთ, რო გითხრათ? მამაჩემ მოკვდა. რა სიებს ადგენთ, რო გითხრათ? პირადულია. აი როგორ არის თქვენი პირადული ის წინა არჩევნების უბანზე დგიხართ პასპორტი, ახალი პასპორტი გაქვთ, ახალი. ჩემი პირადობა. მოგვაწოდეთ ვნახოთ რა თქვენი პირადობა. რა უფლება გაქვთ კაცო, ვერ გავიგე რა, ძალად დოქტორი გვერდ. კაცრავთ, ეს უკვე პროცენტები გაქვთ გამოყვანილი მეათე სკოლაში რამდენ ხმას აიღებს ნაციონალური მოძრაობა? მომაწოდოთ აი ეს ფურცელი შეგიძლიათ კალამიაზე ძდეს? აი ეგ შეგიძლიათ მომცეთ?
რა ზემდან ახო ჩემ ფურცლებს მანდ ისეთი არაფერი წერია მაგას გულით უნდა ეხლა არ გიცი რომელიც ოდიდან ხართ ალბათონა თედოწმინდა ორთაშენში რატო აძლევს ხმას მიეცით უკვე ხმა ერთხელ კიდევ ერთხელ ხმა მიცემული გაქვთ უკვე უბანზე ერთხელ მოვედი გენაცვალე კაცალთ ესენი რა სიებია შეგიძლია გითხრათ ამომრჩეველი ვინც მოდის იმის სიები და აქ რა უნდა ამომრჩეველის სიებს ავტობუსში ასადულაებს ამომრჩევლის სიები კარუსელს ატრიალებთ კარუსელს არა კლემას აბიჯო რა დავაი ხა თუ მიერები არ მომიშალო შენ დაგატრიალებ როგორც წესი გორში ხარ ჩაწერი დათრა გინდათ გორში არ ჩაწერი თედოწმინდაში ვარ გორი გიწერიათ ჩვენი ზარი ვიაკუთინის ძმაო კი არ გატყვევთ რა მიშვილო როგორ შეიძლება ესეთი რამე პასპორტი მაქვს ისე მაგ ხელში